ამ ვიდეოში ნახავ ზუსტად რა სახის ხელსაწყოები, მოწყობილობები, საშუალებები და ნივთები დაგჭირდება იმისთვის, რომ დახატო ტყავზე და შენი პირველი ნაბიჯები გადადგა, ასე ვთქვათ, პრაქტიკის მიმართულებით და ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებ ნებისმიერ ადგილას, ანუ სახლში, სტუდიაში, თუ სამსახურში, თუ გაქვს ასეთი სამსახური და ასე შემდეგ, მოკლედ და ვეცდები ძალიან მარტივად დავახარისხო ეს ყველაფერი იმის მიხედვით, რა გჭირდება ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში და რა დაგჭირდება მაშინ, როდესაც კურსს დაასრულებ და გადახვალ უკვე შენს მეგობრებზე, ნაცნობებზე და იმ ადამიანების დახატვაზე, რომლებიც დაგთანხმდებიან და დაიხატავენ შენთან შენს პირველ ტატუებს, ხო? ოკეი, წავედით. პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც ვერანაირად ვერ გავექცევით, იქნება ტატუს აპარატი. ანუ აპარატი აუცილებლად გვჭირდება და კონკრეტულად როგორი სახის აპარატი უნდა იყოს, დამოკიდებულია შენს გემოვნებაზე და იმაზე, თუ რა სახის ტატუების დახატვას გადაწყვეტ სამომავლოდ, თუმცა მე პირველ რიგში გირჩევ, რა შეიძლება გამოგადგეს დასაწყისში, რომ ყველანაირი, ასე ვთქვათ, სტილის დახატვა შეძლო მსგავსი ტიპის აპარატებით. აპარატებზე ცალკე ვიდეო იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით პირველი ჩვენ სიაში არის მოკლედ ტატუს აპარატი. აუცილებლად დაგჭირდება ხელსახოცი, იმიტომ რომ მუშაობის პროცესში ძალიან საჭიროა და თანაც ძალიან ბევრი. ხელსახოცთან ერთად დაგჭირდება ვაზელინი ან ტატუს კარაქი და უამრავი სახის ბრენდი არსებობს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, თუმცა ადამიანის კანისგან განსხვავებით, როდესაც მუშაობ ხელოვნურ ტყავზე, ვაზელინი საკმაოდ იაფიანი და კარგი საშუალებაა, რადგან საკმაოდ ბევრი იხარჯება პროცესში და მოკლედ არ არის აუცილებელი ბანკის გატეხვა იმისთვის, რომ ტყავზე დახატვა შეძლო, ხო? ამიტომ ვაზელინი. ვაზელინთან ერთად დაგჭირდება აი ასეთი ერთჯერადი სტომატოლოგიური ჩხირები, არ ვიცი ამას ზუსტად რა ქვია, მაგრამ საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ ვაზელინის და კარაქის და ისეთი სუბსტანციების ერთჯერადად გამოყენებისთვის, სადაც, ასე ვთქვათ, თითის ჩაყოფა არ არის მთლად კარგი ამბავი და მიზანშეწონილი, რადგან სხვადასხვა ბაქტერია შეიძლება მოხვდეს აქ და შემდეგ ვეღარ გამოიყენო სხვა ადამიანთან თუ ასე შემდეგ. მოკლედ, ამიტომ, ასე ვთქვათ, ჰიგიენური პრევენციის ერთ-ერთი ზომა არის აი ამ შპადელი ქვია გამახსენდა, გამოყენება და შესაბამისად აუცილებლად გქონდეს სიაში. თანაც იაფიღის და ყველგან შეგიძლია ნახო. რა თქმა უნდა, შემდეგი ჩვენ სიაში არის ხელოვნური ტყავი, რაზეც დასაწყისში დაიწყებს ვარჯიშს და ეს ტყავები არის უამრავი სახის, უამრავი ფორმის, ფერის, სისქის და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის აი ასეთი A4 ფორმატის ტყავი, რომელიც საკმაოდ სქელია და ასე ვთქვათ, მეორე მხარეს გაგიჭირდება ნემსის გატარება. რაც დამწყებებისთვის საკმაოდ ისეთი პრობლემური ამბავია ხოლმე სიღრმის განსაზღვრა, თუმცა სიღრმეზე ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება ცალკე ვიდეო. ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა ტყავის არის აი ასეთი ფორმის ტყავები, პატარები შედარებით, ეს ასევე თხელი ტყავია და ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე მე პირადად პრაქტიკისთვის აი ასეთი ფორმის ტყავებს. კი ბატონო, დღემდე პრაქტიკობ ხელოვნურ ტყავებზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არა პროფესიონალი ვარ. ანუ შენც, როდესაც ისწავლი და დახატავ ტატუებს, აუცილებლად მოგიწევს პრაქტიკა დროთა განმავლობაში ხელოვნურ ტყავებზე, რომ შენი სკილები და სკილსეთი განავითარო და შენ თავს გამოწვევები გაუკეთო. ასევე არსებობს საკმაოდ დიდი ზომის ხელოვნური ტყავები, როგორც ვთქვი, ყველანაირი ფორმისა და ზომის არის წარმოდგენილი და ფასებშიც საკმაოდ დიდი განსხვავებებია. თუმცა ძვირი არღის თუ ძალიან დიდი ზომის ტყავს არ შეიძლება. ოკეი. შემდეგ ჩვენ სიაში არის გრინი. გრინი არის ტატუ არტისტის მეგობარი და გამოიყენება თითქმის ყველაფერში, იმიტომ რომ იგრინება აბსოლუტურად ყველანაირი ზედაპირი, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს ხატვის დროს, რადგან თავიდან აუცილებლად გაბინძურება, კონტამინაციას რა თქმა უნდა გავივლით რა არის და ასე შემდეგ.
და ამით ასე ვთქვათ პრევენციას ვახდენთ სამომავლო დაბინძურებებისგან. ანუ ვიცავთ საკუთარ თავს, ვიცავთ ჩვენს კლიენტებს და ასე შემდეგ. სტომატოლოგიური ზეწარი, რომელიც მინდა გითხრა, რომ არ არის ასე ვთქვათ აუცილებელი ამის გამოყენება, თუმცა სასურველია და რატომ? როდესაც შენ სტეიშენს აწყობ და სტეიშენის აწყობაზე გვექნება ცალკე ვიდეო, სტეიშენის აწყობის დროს ეს საკმაოდ გამოსადეგი რაღაც არის, რადგან ამაზე დაწვეთებული საღებავის წვეთები, წყლის წვეთები, რომლითაც შეიძლება კარტრიჯი გარეცხო და გაწმინდო ნემსებზე არის აქ საუბარი და სხვადასხვა ესე იგი მესი რაღაცები შეიძლება აქ ძალიან აკურატულად მოათავსო და ამისთვის ნამდვილად ღირს ამ საშუალების გამოყენება. რადგან ზედაპირებზე მიდგა საუბარი, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ დაგჭირდება სხვადასხვა სახის ქიმიკატები, რომლებიც გაგიმარტივებს ცხოვრებას და რა თქმა უნდა შეამცირებს რისკებს გადამდები დაავადებების და კონტამინაციის წინააღმდეგ. და ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და გავრცელებადი საშუალებები არის ლიზოფორმინ 3000, რომელიც გამოიყენება ხელსაწყოების გასასტერილებლად და გასასუფთავებლად და ეს ლიზოფორმინ სპეციალი არის სითხე, რომელიც გამოიყენება ზედაპირების გასაწმინდად. რა თქმა უნდა, ეს ორივე ზავდება წყალში, რადგან ძალიან ძლიერი სითხეებია, ძალიან ძლიერი ქიმიკატებია და აქვე რაც უნდა გაითვალისწინო არის ის, რომ არასდროს არ შეეხო ესე იგი ხელთათმანის გარეშე ამ სითხეებს და არასდროს არ მოახდინო ამ სითხეების ახლო ინჰალაცია, არ ჩაისუნთქო მარტივად რო ვთქვა, რადგან საკმაოდ საზიანო შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის. თუმცა ეს არის ფატალურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ტატუების დახატვა სუფთა და სტერილურ გარემოში და არ შეგვეშინდეს მოკლედ სხვადასხვა რაღაცების. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? აქვე ძალიან მოკლედ ვიტყვი. თუნდაც ხატვის დროს, როდესაც ვხატავთ ხელოვნურ ტყავზე, შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაც, რომ მომენტში ეს შენი კარტრიჯი მოხდეს თითში, ხელში, გაიჭრა ხელი, დაიზიანო და ასე შემდეგ და თუ შენი ასე ვთქვათ სეტაპი იყო საკმაოდ არა სუფთა მდგომარეობაში, არ იყო დამუშავებული და ასე ვთქვათ ჰიგიენის ნორმები არ ქონდა დაცული, შეიძლება შენ თავი დააყენო გარკვეული საფრთხეების წინაშე. ამ სითხეების გამოყენებას თავის წესები აქვს და რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვექნება ცალკე ვიდეო და ამ ცალკე ვიდეოში ასევე აღიხსნი, როგორ უნდა გამოიყენო სტერილიზატორი, რომელიც გამოიყურება აი ასეთნაირად. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი, დაბალ ფასში ხელმისაწვდომი სტერილიზატორი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე ახურებს და აცხელებს ხელსაწყოებს, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის მოთმენა და გადატანა, ასე ვთქვათ. ასეთი არის ჩვენი აპარატის ქვედა ნაწილი, აი ეს, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხოლმე გრიპს და ეს გრიფი ძირითადად ყოველთვის სტერილდება აი ასეთ პირობებში. თუმცა ამისთვის აუცილებლად დაგჭირდება აი ასეთი ერთჯერადი კონტეინერი. ეს არის პატარა კონვერტივით, აი ასეთი რაღაც. ამაში ჩააცურებ შენს გრიფს. ოღონდ ჯერ აუცილებლად გაივლის აი ამ სითხეში გარკვეულ პროცესებს, რომელსაც შემდეგ ვიდეოში ნახავ. თავს მოუკრავ, ჩადებ აქ, როგორც წესი და რიგია, აი ასეთნაირად. დააყენებ კონკრეტულ დროზე და როდესაც მზად იქნება, აი ეს ფერი აუცილებლად გამწვანდება. ანუ თავიდან არის აბსოლუტურად სხვა ფერი, ხოლო შემდეგ გახდება უფრო მომწვანო ფერი, რაც იმას ნიშნავს და იმის ინდიკატორია, რომ ჩვენმა აპარატმა შეძლო თავის საქმის გაკეთება და ის ხელსაწყო, რომელიც შიგნით მოვათავსეთ, უკვე სტერილურია. შემდეგი რაც დაგჭირდება და ცოტა უცნაური თანმიმდევრობაა, სიმართლე რომ ვთქვათ,
ეს არის კარტრიჯები. კარტრიჯებს იმიტომ ვამბობ, რომ თუ ძველ აპარატს გამოიყენებ, ძველი ყაიდის აპარატს, რომელიც არის ინდუქციური ტიპის, შეიძლება დაგჭირდეს შესაბამისად ტრადიციული ნემსების გამოყენება, თუმცა ჩვენ ამ კურსში ძირითადად გამოვიყენებთ აი ასეთი ფენ ტიპის აპარატებს, სადაც აუცილებლად დაგჭირდება კარტრიჯების გამოყენება. კარტრიჯები არის აი ასეთი ტიპის ნემსები, ეგრეთ წოდებული კარტრიჯები, რომლებიც დაგჭირდება სხვადასხვა ზომის ძირითად შემთხვევაში და ამ ზომებზე, რა თქმა უნდა, ცალკე ვისაუბროთ შემდეგ, როდესაც კარტრიჯებზე გვექნება ვიდეო. დასაწყისში გეტყვი, რომ აუცილებლად დაგჭირდება მინიმუმ 5 RL ზომის კარტრიჯის შეძენა, რომელსაც დასაწყისში გამოიყენებ. თუ რა ზომის კარტრიჯების გამოყენება დაგჭირდება, აი აქ იქნება მითითებული სადმე ეკრანზე და ამ კარტრიჯებით დაიწყებ შენი პირველი ნაბიჯების გადადგმას და ამის შემდეგ უკვე გვექნება კარტრიჯებზე დეტალური საუბრები. მუშაობის პროცესში აუცილებლად დაგჭირდება სტენსილის გაკეთება და სტენსილისთვის გამოიყენებ აი ასეთი ტიპის კარბონის ქაღალდს, ეგრეთ წოდებულ სტენსილს, რომელიც საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და ამაზე ცალკე ვიდეოც გვაქვს, რა თქმა უნდა. და ამასთან ერთად ტანდემში შენ გამოიყენებ აი ასეთი ტიპის სტენსილის სითხეს. ხო? ეს სითხე გეხმარება იმაში, რომ გადაიყვანო შენი დიზაინი ამ სტენსილის ქაღალდიდან უკვე ამ სითხის დახმარებით ხელოვნურ ტყავზე. რა თქმა უნდა, დაგჭირდება საღებავი და ეს საღებავი შეიძლება იყოს სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა ფორმის, წონის, ზომის და ფერის და ასე შემდეგ. მე პირადად ვიყენებ ეკლიპს და შენს გირჩევ ამ საღებავის გამოყენებას, რადგან ევროპული სტანდარტების ქვეშ არის რეგულირებადი ეს საღებავები, როგორც უკვე ვიცით და ევროპაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თუ რა ხარისხის საღებავს იყენებ იმისთვის, რომ დახატო და შეასრულო შენი ტატუები. შესაბამისად, აი ამ საღებავს უწევ დიდ რეკომენდაციას. სასურველია პალიტრაში თავიდანვე გქონდეს მინიმუმ 2 ფერი და ერთი შეიძლება იყოს თეთრი ფერის, რადგან საკმაოდ ბევრჯერ გამოიყენებ და ხშირად დაგჭირდება, ხოლო ძირითადი შენი ფერი, რა თქმა უნდა, იქნება შავი ფერი. აქვე სიაში მოდის აპარატის შესაფუთი პარკები. აი ასეთი ტიპის პარკი შეიძლება იყოს ეს. აი ასე გამოიყურება. აი ასეთნაირად. რა თქმა უნდა, პროცესში ყოველთვის გაიგეთებ ხელთათმანს და ხელთათმანის გამოყენებით შეფუთავ ამ აპარატს აი ასეთნაირად. ამ პროცესშივე დაგჭირდება აი ასეთი ბანდაჟი, რომელიც ძალიან საჭირო და ფუნქციური არის და ასეთნაირად შეძლებ აპარატის შეფუთვას. ანუ ბანდაჟიც აუცილებლად ჭირდება. თავარია რომ არ შეგეშინდეს ამ სიის. ძირითადი რაღაცები ძვირი არ ღირს და ძალიან მარტივად შეავსებ. და როდესაც ეს ყველაფერი გექნება, შემდეგ ბევრად უფრო მარტივად და ლაღად და კარგ ხასიათზე შეძლებ შენი პირველი ტატუების დახატვას. რა თქმა უნდა, ეს ტატუები თავიდანვე ჯობია რომ იყოს ხელოვნურ ტყავზე და შემდეგ უკვე შეგიძლია დაუკავშირდეს შენს მეგობრებს. ხოლო როდესაც მეგობრებზე გადახვალ, აი მანდ უკვე დაგჭირდება აი ასეთი ბოთლი, ალბათ გინახავს ვიდეოებში. ასეთი ბოთლი, სადაც ასხია ან blue soap-ი, რომელიც ახლა ასხია აქ, ლურჯი საპონი ეგრეთ წოდებული, ან green soap-ი. აი ესეთი ორი სხვადასხვა ბრენდი არსებობს ყველაზე გავრცელებული და ძირითადი, რომელსაც ცოტას ჩაასხავ ესეთ ბოთლში, მე ჩაასხავ დისტილირებულ წყალს, ანუ სუფთა წყალს, რომელიც არის სხვადასხვა მინერალების გარეშე, ასეთი წყალი იყიდება აფთიაქში და შემდეგ უკვე შეძლებ გამოიყენო ეს როგორც საპონი და მოაშორო ზედმეტი საღებავი, ზედმეტი სხვადასხვა სუბსტანციები იმ ადგილიდან, სადაც ხატავ ტატუს. აუცილებლად დაგჭირდება სპირტი და სპირტი გამოიყენება
დეზინფექციისთვის და გამოიყენება იმისთვის, რომ ის ზედაპირი გავასუფთავოთ, სადაც ვხატავთ უშუალოდ ხატვის დაწყებამდე, რომ იქ არსებული ბაქტერიების უმეტესი ნაწილი მაინც განადგურდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ხელთათმანი და ეს ხელთათმანი სასურველია იყოს შავი ფერის. რატომ შავი ფერის? იმიტომ რომ ჯერ ერთი cool არის და კარგად გამოიყურება და მაგრად გამოიყურება. მერე იმიტომ რომ არ ჩანს ის შავი საღებავის და სხვადასხვა ფერის საღებავის ლაქები და ჭუჭყები რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ კამერაში თულად ჩანს ხოლმე ძირითადად, ასევე არაესთეტიური არის, როდესაც კონტენტს აკეთებ და არაესთეტიურია, როდესაც მომხმარებელი უყურებს შენს თეთრ საღებავებზე არსებულ შავ ლაქებს და რაც არ უნდა იცოდე რომ ყველაფერი სუფთაა და ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაინც არ გამოიყურება კარგად. ამიტომ ჯობია შავი ფერის ხელთათმანი შეიძინო, ყველგან იყიდება და რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა იყოს ნიტრილის ან სხვა ასე ვთქვათ შემადგენლობის შეიძლება იყოს გარდა ეცადე რომ არ იყოს ლატექსის ხელთათმანი, რადგან თუ გამოიყენებ ვაზელინს, ლატექსის ხელთათმანი სამწუხაროდ იშლება, თავის კომპოზიციური მთლიანობა ირღვევა ამ ხელთათმანის და შემდეგ ის უკვე ვეღარ ასრულებს თავის დამცავ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს. რადგან ნებისმიერი პეტროლიუმის პროდუქტი ასეთნაირად მოქმედებს ლატექსის მატერიაზე და არც გამონაკლისი რა თქმა უნდა არ არის ხელთათმანები, ამიტომ ჯობია თავი დავიზღვიოთ და გამოვიყენოთ ნიტრილის ხელთათმანი. კიდევ დაგჭირდება წებო, რომელიც არის ჩვეულებრივი ქაღალდის წებო და ჯერჯერობით არ გეტყვი რაში დაგჭირდება ეს პროცესში მიხვდები. და ასევე დაგჭირდება ერთჯერადი ჭიქები. ერთჯერადი ჭიქები საკმაოდ საჭირო და ხშირად გამოყენებადი რაღაცა. როდესაც მეგობრებზე გადახვალ, დაგჭირდება აი ასეთი საპარსი, შეიძლება ასეთი არ იყოს, მაგრამ საპარსი დაგჭირდება და პროცესში დაგჭირდება კიდევ მაგრატელი. მაგრატელის გარდა დაგჭირდება აი ასეთი საღებავის ჩასასხმელი კაფსულები, ეგრეთ წოდებული ტიპსები, რომელიც შეგიძლია ნახო ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში, ან ნახო ნებისმიერ ტატუს მაღაზიაში, რომელსაც თბილისში იპოვე, ან საქართველოში. ასევე დაგჭირდება აი ასეთი მარკერები და სასურველია გქონდეს ორნაირი მარკერი, ერთი პერმანენტული და ერთი არაპერმანენტული და ასევე დაგჭირდება აი ასეთი, ამას ალბათ სტომატოლოგებთან ნახავდი, მოდესმე. აი ასეთი რაღაცა და ამაში ძირითად შემთხვევაში თავსდება შენი გამოყენებული აპარატი, ან ის აპარატის ნაწილი, რომელიც უნდა გაამზადო სტერილიზაციისთვის, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხელთათმანთან ერთად ხდება და შემდეგ ეს მიგაქვს საჭირო ადგილას და იწყებ მთელ პროცესს, რომელსაც აგიხსნი მალე. აქვე არ გამოგრჩეს კონტეინერი, ერთჯერადი კონტეინერი დაგჭირდება იმისთვის, რომ აი ეს სითხე ჩაასხა და არ მოგეწიოს მთელი ლაბორატორიის აწყობა სახლში და ძალიან მარტივად კონტეინერი, გამოხდილი წყალი, აი ეს ქიმიკატი, აპარატის გრიფი და დაგჭირდება კალამი იმისთვის, რომ გადაიყვანო შენი სტენსილები, კალამი ალბათ გაქვს, დარწმუნებული ვარ. მოკლედ, ამ სიამ არ შეგაშინოს, შეიძლება ბევრია ერთად, მაგრამ ახლა წაგიკითხავ ამ სიას და აქ ეკრანზეც გამოვა, აღწერაშიც იქნება, რა თქმა უნდა. და ძალიან მარტივად შეძლებ ამ ყველაფრის შევსებას ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ერთად გააკეთო, თუმცა მე თუ მკითხავ, თუ კონკრეტული სახის ინვესტიციას გააკეთებ ამისთვის და ერთჯერადად ადგები და შეიძენ ამ ყველაფერს, ბევრად ნაკლები სტრესი იქნება გრძელვადაში, ბევრად ნაკლებად იფიქრებ იმაზე, რომ ეს სია არ მთავრდება და სადამდე შეიძლება რაღაცების ყიდვის გაგრძელება, მოკლედ. არადა რეალურად მთლიანობაში რომ აიღო პატარა სახის ინვესტიცია და ერთჯერადად შეიძინო ეს ყველაფერი, ძალიან დიდხანს გექნება. ანუ ერთხელ ვიყიდი და გექნება. ოკეი, რა გჭირდება პირველ რიგში? ხელსახოცი, ხელთათმანი, გრინი, შპადელი, ხელოვნური ტყავი, ტატუს აპარატი, კარტრიჯები,
საღებავის ჭიქები, ვაზელინიანი ტატუს კარაქი, სტენსილის სითხე, სტენსილის ქაღალდი, ბანდაჟი, საღებავი და ერთჯერადი ჭიქები. ანუ აქედან რაც ჩამოვთვალე, თუ არ ჩავთვლით ტატუს აპარატს, ყველაფერი ღირს ძალიან იაფი. ანუ ხელსახოცი, საპარსი, ბანდაჟი, ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან იაფი და ძალიან მარტივად იყიდი თუ მოინდომებ. ხოლო აპარატს რაც შეეხება, ჩემი აზრით აქ დაგჭირდება მცირე ინვესტიციის გაკეთება, თუმცა ესეც, ასე ვთქვათ, არ გაგატეხინებს ბანკს და შეგიძლია რომ $150-200 ფარგლებში შეიძინოთ ძალიან კარგი ხარისხის აპარატი, რომელიც გამოგადგება არა მარტო დასაწყის პერიოდში, არამედ შეიძლება გამოიყენო მთელი წლის ან 2 წლის ან თუნდაც 3 წლის განმავლობაში, ხო? გააჩნია როგორ მოუვლი, გააჩნია როგორი მოთხოვნილებები გექნება შენი სტილის მიხედვით, რომელსაც განავითარებ დროთა განმავლობაში. ოკეი, იმედი მაქვს, რომ მაღალი მოტივაციით ხარ და იმედი მაქვს, რომ ერთი სული გაქვს დაიწყო. აუცილებელი არ არის ეს ყველაფერი გქონდეს იმისთვის, რომ შემდეგ ვიდეოს უყურო, თუმცა რაც მალე შეიძენა ყველაფერზე თავს მოუყრი, მით უფრო მარტივი იქნება შენთვის ამ კურსს გაყვე და ყველანაირი ბენეფიტი აიღო ამ კურსისგან და ყველაფერი გაიგო აბსოლუტურად რისი გაგებაც გჭირდება, რომ ამ კურსის ბოლოს შეძლო საკმაოდ ხარისხიანი დატოვების დახატვა.